მედია პროექტი უცნობი კავკასია. Საომშვიდობის ეთერშია ტელეკომპანია მაესტროსა და რადიო უცნობის ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია. დღეს მას მე ნინო ჟიჟილაშვილი გავუძღობი. 12 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტი მოусმენს. საქართველოს ოპოზიცია კი აქტიურდება და დღეს უკვე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოითხოვს. სტუდიაში ჩვენ დღეს უმასპინძლებთ მიხეილ მაჭავარიანს და თინათინ ხიდაშვილს, ოღონდ ცალ-ცალკე დიალოგის რეჟიმში. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერს დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე 388-800. ბატონო მიხეილ, მე მინდა 2007 წლის პრეზიდენტის მოხსენებიდან ერთი პატარა ფრაგმენტი წაგიკითხოთ დასაწყისისთვის. ის ამბობდა, რომ გაპარტახებული და წარუმატებლობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის ნაცვლად ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სახელმწიფოა. როგორ პრეზიდენტს უნდა მოусმინოთ დღეს, როგორი ქვეყნის პრეზიდენტს წარუმატებლის თუ დინამიურად განვითარებადის? მოგეხსენებათ, რომ ის აგრესია, რომელიც აგვისტოში განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. და აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, შეიძლება დამეთანხმოთ, შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მიზეზი იყო ის გზა, როგორც ვითარდებოდა საქართველო. საქართველოში მაშინაც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირდა და სწორედ მათ ჭირდებოდათ ძლიერი ეკონომიკა, მეტი სამუშაო ადგილები, დასაქმება, სოციალური სფეროს გაუმჯობესება, ინვესტიციები, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და უნდა იყოს ღია ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ შეუძლებელია შექმნა სამუშაო ადგილები თუ არ მოიზიდე თანხა, თუ არ მოიზიდე ინვესტიცია, თუ არ შექმენი გარემო, კარგი გარემო, რომ აქ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, შეიქმნას ახალი საწარმოები. სწორედ ერთ-ერთი მიზეზი აგრესიისა იყო, რომ საქართველო იყო სწორედ სწრაფად განვითარებოდი დინამიური ქვეყანა, იმიტომ რომ ეს თუ ესე გაგრძელდებოდა, იქნებოდა სხვა ქვეყნებისთვის რუსეთის საზრით ცუდი მაგალითი. რომ ქვეყანა, რომელიც ვითარდება საკმაოდ აქტიურად, რომელსაც არ აქვს პრობლემები საბიუჯეტო შემოსავლებში, რომელსაც გადაჭრილი აქვს და ცდილობს გადაჭრას პრობლემა ენერგიულ უსაფრთხოებაში, თავის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დგას რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს, ამიტომ საჭირო იყო სამაგალითო დასჯა ასეთი ქვეყნის. და აი ეს განხორციელდა აგვისტოში და აგვისტოში არ იყო მხოლოდ ცხინვალის დაკავება ან აფხაზეთის დაკავება, იყო გადაწყვეტილი ამ ქვეყნის მთლიანად სხვა გზაზე დაყენება. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა პრევენცია ამ ომის? თქვენ როგორც ერთ-ერთი ძველი გამოცდილი პოლიტიკოსი. დღევანდელი გადასახედით ჩვენ განწირული ვიყავით, ისევე როგორც იყო განწირული ჩეხოსლოვაკია 68-ში, 56-ში უნგრეთი. ჩვენ ერთად ვიყავით სტრასბურგში და ალბათ გახსოვთ იქ გამოფენა 68 წლის ჩეხოსლოვაკიის. იმიტომ რომ მაშინაც ჩეხოსლოვაკია უნდა დაესაჯეთ, იმიტომ რომ მათ აირჩიეს სხვა გზა. ის გზა, რომელიც არ მოსწონდა მაშინდელ საბჭოთა კავშირს. საქართველო უნდა დასჯილიყო, იმიტომ რომ საქართველო მაინცია გზა თავისი თანამოქალაქეების განვითარების, დასაქმების პრობლემების მოგვარების, უმუშევრობის პრობლემების მოგვარების, დემოკრატიული რეფორმები შეიძლება ვიკამათოთ ჩვენ რამდენად სრულია ეს დემოკრატიული რეფორმები და არის თუ არა საკმარისი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თქვენ თუ გექნებათ რამე ტიპის კრიტიკული შეკითხვა პრეზიდენტთან, მე რა რომ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შიგნით, გუნდის შიგნით არ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ და ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი მოგწონს. ჩვენ ძალიან ხშირად ვიკრიბებით და ძალიან ბევრს კამათობთ, როგორ უნდა განვითარდეს ესა თუ ის გზა. ვკამათობთ იმაზე, ზოგჯერ ვეთანხმებით ერთმანეთს, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს არ ვამბობთ, რომ აი მე ამას ვამბობდი. და თქვენ მე არ დამიჯერეთ. თუ შევთანხმდით, რომ ეს გზა ავირჩიეთ, ყველამ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. პრეზიდენტსაც ეკამათებით, ბატონო მიხეილ. რა თქმა უნდა. ყველაზე მეც გვეკამათება პრეზიდენტი და ვეკამათებით პრეზიდენტს. ნებისმიერ საკითხთან დაწყებული რომელი საკითხი ომის თემაზე თუ გქონდათ თქვენ შენიშვნები? პირადად თქვენ როგორც ერთ-ერთი ლიდერს ომის თემასთან დაკავშირებით, იცით, იმდენად ყველაფერი ნათელი იყო და ეხლაც მე სხვათა შორის მაშინებს ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა სტრასბურგში. ასე აკეთებდნენ რუსები განცხადებებს, რომ მაშინაც, რომ საქართველო ემზადება ომისთვის. ეხლაც მათი გამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი ეს იყო, როგორც ჩანს, მათ კიდევ აქვთ რაღაც გეგმები საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი გეგმები არის ჩვენი თანამოქალაქეების დაცვა, უფრო მეტი გარანტიების შექმნა. ერთ-ერთი ასეთი გარანტია იყო ის რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში მივიღეთ. მე აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა და თანამემამულე მიიჩნევს ამას ნაკლებ წარმატებას, მიიჩნევს ამას თარგმნის პრობლემას.
ერთ-ერთი ასეთი განადგმული ნაბიჯია, რაც დღეს ბრიუსელში კეთდება. ერთ-ერთი ასეთი განადგმული ნაბიჯია, რაც დღეს კლინტონის განცხადება იყო. ჩვენთვის ეს არის ახლა მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიის დაცვა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა აგვისტოში. იმიტომ რომ ამის საფრთხე კიდე არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს და ჩვენი თანამოქალაქეების აი ამ რა თქმა უნდა დიდი კვალი დააჩინა ამ ეკონომიურ გაჭირვებას კრიზისმა, ომმა. დიდი კვალი დააჩინა და იმ ეკონომიურ კრიზისმა. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ჩვენი მოქალაქეები ამაზე. ეს არის მთავრობის ფუნქცია. აი ეს უნდა შეძლოს მთავრობამ. ბატონო მიხეილ, მე მესმის რომ თქვენ ბრძანებთ რომ პრევენცია ომის იყო შეუძლებელი. თანამოქალაქეების დაცვაც ამ კონტექსტში იყო შეუძლებელი. დღევანდელი გადასახედიდან მე ასე ვხედავ ამას. რას უწოდებს ხელისუფლება მოქალაქეების დაცვას? აი მინდა რომ პატარა ფრაგმენტი მოგიყვანოთ დევნილთა და დევნილთა განსახლების სამინისტროს მონაცემებია ეს. რა არის ყოველდღიური რაციონი თითოეული დევნილის? 150 გრამი მაკარონი, 50 გრამი ლობიო, 20 გრამი შაქარი, 5 გრამი მარილი, 30 გრამი ზეთი და 350 გრამი პური და გაიცემა დახმარება 30 დღეში ერთხელ. თქვენ თუ ადგილზე ჩახვალ შეიძლება ალბათ ნამყოფით ბრძანდებით ნახოთ რომ ბავშვებს ომის შემდეგ ძალიან ბევრ ოჯახში საერთოდ არ მეუღიათ სილოვანი პროდუქტი, არ უჭამიათ ხორცი, ქათმის ხორცი, ძროხის ხორცი და ასე შემდეგ. რას უწოდებს ხელისუფლება დევნილ საერთოდ თანამოქალაქეების დაცვას? ეს ხომ მაინც შესაძლებელია ამ ქვეყანაში. მესმის ასაც თქვენ ბრძანეთ, მე ვიცი რომ ჩვენ თანამოქალაქეებს ძალიან უჭირთ და განსაკუთრებით იმ ადამიანებს რაც არ უნდა ეხლა ოქროს კოშკები კონდეს საშუალება ქვეყანას და აუგოს ამ ადამიანებს, მათთვის სულ სხვა არის ის ადგილები, საიდანაც გაიზარდნენ, სადაც მათი მამა, პაპა და ნაცნობია დაკრძალული, სულ სხვა არის. მაგრამ სახელმწიფომ სხვათა შორის თავის სახსრებით და ეს თანხები არ იყო ჯერ მოსული უცხოური დახმარება, შეძლო ის, რაც შეძლო. 6000-მდე აშენდა პატარა კომპაქტური სახლი, შეიძლება ეს არაფერი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ ნაწილს ამ დევნილების აქვს თავისი თავზე ჭერი და აკეთებს იმას, ისი გაკეთებაც შეუძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ მეტი ძალისხმევა, რომ აი ეს რაციონი, რაც თქვენ ბრძანეთ, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. და კი არ გაიზარდოს და დახმარებაზე კი არ იყოს ადამიანები, არამედ ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს გაუჩინოთ კონკრეტული სამუშაო პრობლემები. ეს ძალიან რთული. გეტოს ეძახიან იმ დასახლებებს, რომლებიც გზიდან ჩანს ავტობანიდან და იქიდან თითქმის შეუძლებელია დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევა. როგორ უნდა დასაქმდნენ ეს? მე გეტყვით, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომ დაინიშნოს ტრანსპორტი, ჩვენ ვამუშავებთ პროგრამებს, რომ სატენდერო პირობებში ჩაიდოს მათ შორის გზის მშენებლობების, ინფრასტრუქტურის განვითარების, რომ აუცილებლად მოხდეს დასაქმება იმ ადამიანების და დევნილების. იცით, ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უჭირს ამ ხალხს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. სწორედ აი ეს პრობლემა ერთ-ერთი არის, რითაც ჩვენი მტერი ფიქრობდა, რომ საკმაოდ დაგვაზარალებდა. მაგრამ მე მართლაც მე ამაყება იმ ქართველების, რომლებიც მიუხედავად ამ გაჭირვებისა, მიუხედავად ამ პრობლემებისა, აბსოლუტურად აცნობიერებენ და მზად არიან კიდე ერთხელ და კიდე მრავალჯერ გადაიტანონ ეს სიძნელები, მაგრამ ამ ადამიანმა ყოველდღიურად უნდა იგრძნონ, რომ ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ფიქრობს და აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს და შეიცვალოს უკეთესობისკენ. აი ეს არის ხელისუფლების თავარი. თქვენ ფიქრობთ, რომ გრძნობენ ბატონო მიხეილ? აი, როდის იყავით თქვენ პირადად ბოლოს ამ დასახლებებში? მე არ ყოფილ ვარ დაახლოებით 3 კვირა, მაგრამ დღეს დავით და ბაქრაძე იყო ასეთ დასახლებაში კასპიის რაიონში. ჩვენ პარლამენტში მუდმივად გვაქვს კონტაქტი. მუდმივად გვაქვს კონტაქტი. არის ასეთი სურვილი ოპოზიციის მხრიდან, რომ შემოწმდეს რამდენად კანონიერად და სწორად იყო თანხა დახარჯული, ჩვენ მზათა ვართ ამაზე, პირიქით მივესალმებით ამას. გარწმუნებთ, შეიძლება მე მიშა მაჭავარიანი არ ჩავდიოდი ყოველდღე, მაგრამ არ არის დღე. მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი, სამინისტროს წარმომადგენელი არ ქონდეს ინფორმაცია. ძალიან ბევრ მათგანს კიდევ ძალიან უჭირს, მათ შორის თბილისში ჩასახლებულებს არის პრობლემა ელექტროენერგიის მომარაგების, მაგრამ ეს საკითხები ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. თუმცა ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ 27000 ლარში, რომელიც ოფიციალურ თანხად გამოცხადდა, დახარჯულ თანხად თითოეულ აი პატარა კოტეჯზე შეიძლება და ამ თანხაში ამ ადამიანებისთვის ყველა სახლში ყოფილიყო სველი წერტილი, ბატონო მიხეილ, რაზეა საუბარი? იცით, აი მაგალითად, ხურვალეთის დასახლებაში, შავშების დასახლებაში, ამ ხელა დასახლებაში აბაზანა არ არის, აბანოც არ არის გათვალისწინებული. ამიტომ მოდით, ამის ყველაზე კარგი მექანიზმია საპარლამენტო ოპოზიცია. რასაც ჩვენი კოლეგები არ იზიარებენ, ზოგიერთი მის პარლამენტში არ შემოვთანდა. საპარლამენტო ოპოზიცია აღენებს საკითხს. მოდით შევამოწმოთ, რამდენად სწორად დაიხარჯა ეს თანხები.
მოდით შევამოწმოთ. თვითონ ხელისუფლებას თუ აქვს ამის მექანიზმებში და გაქვთ თუ არა პრეტენზია და ეჭვი რომ შეიძლება იქ რაღაც ისე არ მოხდეს როგორც საჭიროა თქვენ ჩვენ ვამბობთ რომ მზათა ვართ ამაზე რა თქმა უნდა თუ ხარ ხელისუფლებაში არ შეიძლება იყო კმაყოფილი ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივად ნიშნავს რომ იყო კონდეს განცდა დაუკმაყოფილებლების გზნობის რომ მუდმივად გინდა უფრო მეტი გააკეთო ვიდრე არის რა თქმა უნდა რაღაცა ჩვენი კოლეგები ამბობენ შევამოწმოთ რაღაცა თქვენც ამბობთ ბევრი ვინც იქ ცხოვრობს ამბობენ სულ წერტილებთან დაკავშირებით იმ პირველადი მოხმარების ნივთებთან დაკავშირებით რომელიც მათ გადაეცათ კი ბატონო მოდით შევამოწმოთ თუ ეს თანხა იყო უფრო ეფექტურად შეიძლება ამ თანხის განკარგვა პასუხს აგებს ყველა ეს ადამიანი ვის ეს თანხა არ გაკარგა ეფექტურად და არ დაზარალდება ის ხალხი ვინც აქ ცხოვრობს თუ პირობითად ვამბობ 27000 ლარში შესაძლებელი იყო სხვა უფრო მეტი კომფორტის შექმნა ეს ადამიანები ამ დასკვნის საფუძველზე რომელიც დაიდება და ვინც რა ჯგუფმაც არ უნდა შეამოწმოს კონტროლის პალატა იქნება ეს საპარლამენტო ჯგუფი რომელიც ოპოზიციისგან იქნება შექმნილი და თქვენ ნახეთ რომ ჩვენ ამისი არ გვეშინია თავარი ამ პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ გადაწყვეტილება იყო საპარლამენტო კომისია რომელზეც ყველა თანამდებობის პირი და მათ შორის პრეზიდენტი მივიდა და ყველა კითხვას გასცა პასუხი იქ არ იყო რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი ბატონო შემთხვევაში მან თავისი პასუხი გასცა და ყველა კითხვა დაისვა შეიძლება არ იცით მოდით კითხეთ იმ ადამიანებს თუ თქვენ მიგაჩნიათ რომელიმე კითხვა უნდა დასმულიყო და არ დაისვა მოდით უმრავლესობაზე შეიძლება იყოს თქვენ ასე ვთქვათ რომ მათ დაინდეს პრეზიდენტი იყვნენ იქ ადამიანები ვინც არ არიან უმრავლესობაში მათ კითხეთ თუ იყო კითხვა რომელსაც მან პასუხი არ გასცა მაყურებელი თქვენ არ მოგეწონათ პასუხი ეს სხვა თემა არის მაგრამ პრეზიდენტმა თავისი ხედვა წარმოადგენა აბსოლუტურად დიახ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდები გამარჯობათ ხალხო ნინო დიახ გისმენთ მე მინდა მივმართო დღეს რესპონდენტს ბატონო მიშა დიახ მე ვიდება უფროსი ქალი ვარ და შვილის ხელა ხარ თქვენ ჩემთვის მაგრამ რითი იღვაწეთ ამდენი წელი რომ არავითარ შემთხვევაში აღარ გინდათ უკან დახევა და სახლში წასვლა ნუ თუ ვეღარ გაიგეთ რას უკეთებთ ქვეყანას ნუ თუ ვეღარ შეიგნეთ რომ ქვეყანას ღუპავთ დაუთმეთ ხლას იქნებ შეკითხვა დაგვისვათ ქალბატონო გამოაყენონ ფეხზე აღარ გეკოთ ხალხო ამ დიდი მადლობა ქალბატონო აუცილებლად გავაკეთებ ამას მაგრამ ქალბატონს მინდა შევახსენო რომ სხვებისგან განსხვავებით მე არ დაუნიშნივარ და არჩევნები არ წამეგია მე 95 წლიდან ვარ პოლიტიკაში და ორჯერ მოვხდი პარლამენტში საპარლამენტო სიით ორჯერ მოვხდი მაჟორიტარულად და სამგორის რაიონში მე აღმაღება რომ მე არჩევნები მოვიგე დამაჯერებლად და ორივეჯერ საკმაოდ წავე ბრძოლაში ამიტომ დამაჯერებლობას ხაზი რატომ გავს ბატონო მიხეილ იმემ არა დამაჯერებლადაც მოიგო ანუ ის ვერსია რომ რაღაც თვალს ესეთ გაყალბდა არჩევნები შეიძლება რომ ქვეცნობიერში არსებობს უმრავლესობის წევრებში მე ჩემ თავზე ვამბობ ამიტომ ქალბატონს ვეთქვი რომ ქალბატონო როგორც კი მე შევატყობ ჩემ თავს რომ მე აღარ შემიძლია იმ პრობლემების მოგვარება რომლის თვისაც მოვედი საქართველოს პარლამენტში აუცილებლად ამ ნაბიჯს გადავდგამ ისიც მინდა გითხრათ ქალბატონო და ნინო რომ არ არის შეუცვლელი ადამიანები რა თქმა უნდა იქნება დრო მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ის ჩემთვის პრობლემა არ არის ჩემი პროფესია მე არ გავიხდი დეპუტატად ჩანჩალს არ დავიწყებ თუ რომ მე შევატყობ რომ მე არა ვარ პრობლემების მომგვარებელი და პირიქით ვერ ვახერხებ ჩემი საქმიანობის წარმართვას და აღარ მაქვს პულზე ხელი მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ მაგრამ ეხლა ისევ გეუბნებით ქალბატონო თქვენ ალბათ არ მოგიციათ ხმა ჩემი გუნდისთვის მაგრამ მე პატივს ვცემ იმ 100,000 ადამიანს ვინც მისცა ხმა ამ გუნდს და მე ვალდებული ვარ ის საარჩევნო დაპირებები რაც არის დასაქმება სოციალური პრობლემები ქვეყნის უსაფრთხოება ვიმუშაო რომ ქვეყანაში იყოს მოგვარებული კიდევ ერთი ზარი გვაქვს მოусმინოთ ჩვენს მაყურებელს გისმენთ დიახ გისმენთ სამაინე ეკონომიკայի დიდი მადლობა ძალიან ცუდად ისმის ცუდად ისმის ჯერათ რასაც ლაპარაკობთ თუ გითხათ ქალბატონმა მე მჯერა იმისი რომ დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით მე ვიცი რომ ჩვენ ბევრ თანამოქალაქეებს ძალიან უჭირს და მე ვიცი რომ ამ გაჭირვების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის პრობლემების მოგვარება
რაც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში. ეს არის დასაქმება, ეს არის პრობლემები, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, სოციალური თუ უსაფრთხოების პრობლემები. ნამდვილად მჯერა, რომ ეს პრობლემები არის ყველაზე მთავარი დღეს ჩვენ ქვეყანაში. თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თქვენი ყოფილი თანაგუნდელი საურონ ზურაბიშვილი ორი დღის წინ ამ სტუდიაში ბრძანებდა, რომ ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის ამ პარლამენტში. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არის აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ამ გაზაფხულზე მოხდება ხელისუფლების ცვლა. და ის შეკითხვა, რომელიც დაისვა, ავტომატურ რეჟიმში იხსნება. როდის წახვალთო კი რომ მკითხულობდა მაყურებელი. თქვენ რამდენად რეალურად გესახებათ აი ოპოზიციის ეს უკვე პრაქტიკულად აპრიორში დაშვებული გადაწყვეტილი. ოპოზიციას აქვს თავის გზა, თავისი გეგმები, ის ამ გეგმებით მოქმედებს. მას ყავს თავისი მხარდამჭერები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენ ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ეს არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას, სოციალურ პრობლემებს და უსაფრთხოებას. ამ პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს ეს ხელისუფლება, მანამ სანამ ხელისუფლებაში ვარ და მანამ გვაქვს ნდობა. რაც შეეხება ჩვენ ოპონენტებს, მათ ხედვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჩემთვის არც პირველია მათგან და არც უკანასკნელი. რიგარეში არჩევნების პროგნოზირებას გთხოვთ უფრო, როდესაც ამას გეკითხებით. თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება დაინიშნოს? პრეზიდენტმა ბრძანა პრინციპში, რომ 2013 წლამდე არ აპირებს არსად წასვლას. თუმცა ოპოზიცია მოითხოვს ძალიან აქტიურად და ამბობენ დღეს უკვე ითქვა, მაგალითად დავით ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ იქნება მასობრივი აქციები. ლევან გაჩიჩილაძემ ბრძანა, რომ იქნება პერმანენტული საპროტესტო აქციები. კი ბატონო, ეს არის გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა ოპონენტებმა, ჩვენ ავირჩიეთ გზა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მრავლად აქვს ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ ვაცნობიერებთ რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და ჩვენ ვიცით, რომ ამ პრობლემებს უნდა გადაჭრა. ჩვენ ოპონენტებს წარმოუდგენიათ ეს მასობრივი აქციების გზით, ჩვენ წარმოგვიდგენია კონკრეტული საქმეების კეთებით, ადამიანების დასაქმებით, მათი სოციალური გარანტიების შექმნით და უსაფრთხოების გარანტიებით. ეს მე მოსახლეობამ გადაწყვიტოს, რომელი უფრო სწორი გზა არის. მე ვფიქრობ, მე არ მინდა ვიყო ძალიან რადიკალური, მაგრამ ერთხელ ეს უკვე მაისში ჩვენმა მოსახლეობამ ნათლად აჩვენა. თუ კოლეგები ფიქრობენ, რომ აგვისტოს რუსული აგრესიის მერე ეხლა დადგა დრო, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი კეთილის მსურველი ბჭყალებში რუსეთში ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლის, მე მიმაჩნია, რომ ეხლა ქვეყანას გამოწვევები აქვს, რაზეც გელაპარაკეთ და ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პრობლემების მოგვარებაში და არა დისკუსიებში, რომელზეც მე მიმაჩნია, რომ ყველას უნდა დავკარგოთ დრო. ბატონო მიხეილ, დაკარგა ხელისუფლებამ ტერიტორიები? მოხდა განხორციელდა აგრესია და რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მათი გეგმა იყო, რომ მთლიანად საქართველოში შეიცვალათ ხელისუფლება. ქვეყნის დღეს 20%-ს საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს. დიახ. თუ ეს თქვენ გინდათ გეთქვათ და გაზუსტება გინდოდათ ჩემგან, დიახ ესეა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს საოკუპაციო ხელისუფლება პუტინ-მედვედევის ხელმძღვანელობით. დაახლოებით რაოდენში ფიქრობს ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას. მე მესმის, რომ ზუსტად თქმა ძალიან რთულია ამ პირობებში, მაგრამ რამდენხანს უნდა აცალოს საზოგადოებამ საკუთარ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოუგვაროს აი ეს ურთულესი პრობლემა. არასწორი განცდა აცალოს. მოსახლეობა თავის არჩევანს აკეთებს. მოსახლეობა კი არ აცლის არავის. არის რაღაც კონკრეტული ვადა, საპრეზიდენტო, საპარლამენტო ვადა და არჩეული ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს ის საარჩევნო დაპირება, რომელიც შეასრულოს. დღეს ჩვენი ხელისუფლება აცნობიერებს რა პრობლემების წინაშე ვართ და ცდილობთ შევასრულოთ. ჩვენ ნამდვილად გეუბნებით. არ გვაქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ აგრესიასთან დაკავშირებით რაც განხორციელდა, მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ევროპაში ბევრად უფრო ადეკვატურები არიან პრობლემების წინაშე, რომელიც აღმოჩნდა საქართველოს. თუ ეს სექტემბერ-ოქტომბერში სტრასბურგში დისკუსია უფრო ემოცია იყო და იყო ჩვენი მხარდამჭერი ემოციურად განწყობილები და ჩვენი არაკეთილსულები ემოციურად განწყობილები, ის რაც მე დღეს მოვისმინე უпростоრად მოვისმინე იანვრის ბოლო კვირის განმავლობაში სტრასბურგში, მაიმედებს, რომ ის პროცესი, რომელიც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, გაცილებლით უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება, იმიტომ რომ დღეს ბევრი ევროპელი პარლამენტარი, დღეს სხვა სიტუაციაა, დღეს სხვა ინფორმაცია არის, დღეს უფრო მეტი საშუალებაა, რომ ადამიანებმა ადეკვატურად შეაფასოს ის, რაც მოხდა. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მარტო არ დავრჩებით. ის რა რეაქციაც მოყვა რუსეთის ოკუპაციას, რა რეაქციაც მოყვა ბაზების გახსნას, რომელიც იგეგმება
ცხინვალში და სოხუმში, აფხაზეთში და ოსეთში ნამდვილად გარწმუნებთ, რომ ეს რთული გზა არის, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელსაც ჩვენ ვერ გავივლით. თუ ჩვენ ვიქნებით ხელს ჩამოუშვებთ, ვიტყვით, რომ ჩვენ არაფერი არ გვეშველება, ჩვენ ყველაფერი სხვაგან, ჩვენი საკითხები სხვაგან წყდება, ეს მართალი და სწორი არ არის. ასე რომ ჩვენ წინაპრებს რო ასე ეფიქრათ, მაშინ ეს კონფლიქტის გასაღები ზოგს ერთ ქვეყანაში უნდა მოეძებნას, ზოგს მეორე ქვეყანაში, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ჩვენ თანამოაზრეებთან, ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად უნდა ვეცადოთ ამ პრობლემის გამოგვარება. თუმცა სტრასბურგში ბატონო მიხეილ შეიძლება რომ ჩაგეკითხო. აუცილებლად. დღეს ნინო, სულ სხვა სიტუაცია. დღეს არ არის ქვეყანა დარჩენილი, რომელიც არ ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობ მე. არ არის ქვეყანა დარჩენილი, რომელიც არ ფიქრობდეს, რომ რუსებს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, რომ რუსეთის ჯარი უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს ის გადაწყვეტილება ცნობის შესახებ და დევნილები უნდა დააბრუნოს. არც ერთი ქვეყანა დღეს არ არის, ვინც ამ 4 პარამეტრზე არ ფიქრობს. თუმცა ეს ქვეყნები ეს ძალიან ზოგადად ნათქვამი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაადეკვატურად სამხედრო ძალები არაადეკვატურად გამოიყენა დაბომბა ქალაქი, რომელსაც ეძინა და ასე შემდეგ, რომ გადააჭარბა თავისუფლება მოსილება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. საერთაშორისო გამოძიება არის დანიშნული, რის მომხრე ჩვენ ვიყავით, ის ყველაფერს დაადგენს. საქართველოს ხელისუფლება უნდა ემოქმედა ადეკვატურად, როდესაც მის ტერიტორიაზე შემოიჭერა უცხო ქვეყნის ჯარები. როდესაც მე ვფიქრობ ფრთხილი მიდგომა ძალიან კარგია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენ სახში შემოიჭერება უცხო. თუმცა ძალიან ბევრი ნეგატიური სტატია იწერება ალბათ ადვინოთ თვალყურს და ისევე როგორც რუსეთის მისამართით უფრო მეტი პოზიტიური იწერებოდა, დღესდღეობით ანალიზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს პრაქტიკულად შელახული აქვს იმიჯი, ალბათ გარდიენს ბოლო სტატიას ნიუ-იორკ ტაიმსის სტატიები ბოლო. მაგრამ ჩემი ტესტი, მთავარი ტესტი იყო სტრასბურგში 28-ში. სადაც ვერ მოახერხა საქართველოს მხარემ რომ სანქცია გადაედოთ რუსებისთვის, როგორც წევრი ქვეყნისთვის, რომელმაც არ დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობა. ის რაც არ გავიდა, ეს იყო უფრო პოლიტიკური მომენტი, სადაც ხმები გაიყო 68-68-ზე, ხო? თუმცა ამან შედეგებში ვერ მიგვეღებინა ეს რაც უნდა რაც იმ amendment-ი ქართულად არის შესწორებაში ეწერა, სხვა შესწორებაში, რომელიც კვიპროსელმა დეპუტატმა გაიტანა შედარებით ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც წერია, რომ აპრილში ამ საკითხებს უნდა დაუბრუნდეს ევროპის. დაბრუნება არ ნიშნავს სანქციების დადებას, ხო ბატონო მიხეილ? უბრალოდ რაზე ელაპარაკე, იცით, ყველა აკრიტიკებს რუსეთს იმის გამო, რასაც არ გვაქვს, მაგრამ არ ამბობენ რა მოხდება ისეთ, მას შემდეგ თუ კი არ ხმა დაგვაკლდა, ეხლა ერთი ხმა დაგვაკლდა. დარწმუნებული ვარ და იცით რა, და თანაც აპრილში თქვენი მედი გაქვთ, რომ სანქციებს დაადებთ რუსეთს. თუ რუსები არ შეასრულებენ პირობებს, მე კი არ დავადებ სანქციას, ევროპელები დაადებენ. ჩვენ ამ 68 ხმაში გქონდა 5 ხმა. თავი შეიკავეს ისეთმა ადამიანებმა, როგორიც არის იორში, როგორიც არის მაგალითად იგივე შვეიცარიელი ავტორი ამ მოხსენების, იგივე ქალბატონი, რომელიც ჰოლანდიელია და მუშაობდა დევნილებთან. ანუ ეს პროცესი იმართებოდა. თავი შეიკავეს ამ ადამიანებმა. ეს ადამიანები თუ დარწმუნდებიან, რომ არ ასრულებს რუსეთი, რაც წინასწარ განაცხადა, მე გარწმუნებით, ეს აუცილებლად მოხდება. ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვინდა. იმიტომ მოხდება, რომ ეს არ გახდეს პრეცედენტი. საქართველოს არ გახდეს პრეცედენტი, რომ სადღაც შეიძლება ტანკებით შეჭრა და მერე საზღვრები შეცვალო. საქართველოს პრეზიდენტი ხშირად იყენებს ხომ ფრაზას ქვეყნის ხელისუფლება არ ჩამოიშლებაო, თუმცა ნელ-ნელა ხელისუფლების თანაგუნდელები ინაცვლებენ ოპოზიციურ რიგებში. აი დღესაც ერთ-ერთმა ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განცხადება დაწერა და როგორც ხმები ვრცელდება, წყაროები იტყობინებიან, ის განდაინაცვლებს ირაკლი ალასანიას ახლად შექმნილ პოლიტიკურ გუნდში. როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი შიდა სახელმწიფო პრობლემები, აი ამ საგაზაფხულო ტალღის, საპროტესტო ტალღის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიცით ზუსტად რა არის ჩვენი მოსახლეობის პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტ დაცულობასთან, კონკრეტულ სამუშაო ადგილებთან, რომ ამ კრიზისმა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი შიდა კრიზისის, რუსული აგრესია, ნაკლებად დააზარალოს ჩვენი ეკონომიკა და ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უფრო დასულები იყვნენ. ჩვენი გუნდი იყო საკმაოდ მრავალი კომპონენტიანი, გახსოვთ ეს როგორი გაერთიანება მოხდა, ამიტომ ბუნებრივია ასეთი გადანაცვლებები, ადამიანები თავისუფლები არიან თავის არჩევანში. ამ გუნდში იყვნენ მოსულები სხვადასხვა ადამიანების, ასე ვთქვათ, ჯგუფები და ბუნებრივია ეს ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ეს განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია ვინსად მიდის, მაგრამ თავარი მნიშვნელოვანი თემა მე ვფიქრობ მაინც არის იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქ დღეს მოსახლეობას. ჩემთვის ეს არის პირველი პრიორიტეტი და არა
მაპატიეთ ის საკითხები, რომელსაც ახლა თქვენ ვართ. თუმცა ეს გუნდები ახსენეთ თქვენ ჟვანიას გუნდით მოხვედით ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ამ ხელისუფლებაში, თუმცა მინიმალური რაოდენობით დარჩით ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები ამ ხელისუფლებაში. აი გუშინ ძალიან ბევრი საუბარი იყო ზურაბ ჟვანიას ცეთი გარდაცვალების ირგვლივ, მე არ შემიძლია ეს ბოლო შეკითხვა იქნება, ჩემს სტუდენტს ესე გაგიშვათ, რომ არ კითხოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არის ეჭვის ქვეშ თქვენთვის როგორც ზურაბის ერთ-ერთი მეგობრისთვის ეს მისია ეს გაუგებელი გარემოებებში გარდაცვალება. ზურას ვინც სიცოცხლეში ძალიან ბევრი მწარე სიტყვა უთხრა, დღეს ცდილობს ამ ადამიანის სპეკულირებას. ამაზე გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან გული მწყდება. მაგრამ როგორც ჩანს ეს ყოფილა ცხოვრება. იმიტომ რომ ზურა იყო მართლა სულ სხვა დონის ადამიანი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ზურასნაირი პოლიტიკოსი მე დღეს არ მეგულება ნამდვილად, იმიტომ რომ ზურა იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით ქმნიდა ამ ახალ გუნდს და ამ ახალ რეალობებს. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას, მე ჩემი მეგობრები ძალიან დეტალურად ვიყავით და ვართ დაინტერესებული ყველა იმ დეტალით, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტს, საგამოძიებო მასალებით, FBI-ის მასალებით და ყველა ეტაპზე ვცდილობთ ვიყოთ ობიექტური და მოვიპოვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. ის რა ინფორმაციაც მე მაქვს, მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი, რომ შევიტანო ეჭვი იმ ვერსიაში, რაც არსებობს. თუმცა ვიმეორებ, რომ სპეკულირებს გარემო. ოჯახით სპეკულირებს ბატონო მიხეილ. არა, ოჯახს აქვს უფლება, ოჯახი განსხვავებით, ნინო, იცით, ოჯახი არის ჭირისუფალი. ოჯახს აქვს ყველაფრის უფლება. ქალბატონ რემას, ნინოს, გოგლას ეს სხვა არის. მე გეუბნებით იმ ადამიანებზე და ეს თქვენ ძალიან კარგად მიხვდით. ვინც ზურას სიცოცხლეში, მხოლოდ ზურაზე საუბრობდა. მესმის თქვენ რასაც ბრძანებთ, თუმცა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და აინტერესებთ რა გარემოებებში დაიღუპა მათი პრემიერ-მინისტრი. აი, როცა ეს გაინტერესებს, ეს დამნიშნულოვანია, ყველაზე მეტი უფლება ეჭვი შეიტანოს ამ გამოძიებაში. და მიიღოს ბოლომდე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აქვს ოჯახს, მაგრამ მე გეუბნებით ადამიანი, რომელიც არც ერთი წუთი, არც ერთი დღე არ დამიკარგია იმის გარეშე, რომ არ მივიღო მაქსიმალური ინფორმაცია და ისიც გია ბარამიძეზეც ამ დღეებში მე არ ვიცოდი, არ უსმენ, მაგრამ გია ძალიან გულდაწყვეტილი იყო, ეხლა მე საუბრობ ბიუსელიდან, რომ რაღაცა სისულელეები და რაღაც არასწორი რაღაცები უთქვია. მე უთქვიათ და რაღაც ჭორები და ასე შემდეგ. მე გარწმუნებთ, რომ ოჯახი აქვს უფლება ბოლომდე, მანამ არ თვითონ არ გაისხორცებს, მანამ თვითონ არ მოკიდებს ხელს ყველა იმ მასალას, რომელსაც დაიჭერებს, ოჯახი სხვა არის. მაგრამ მე გესაუბრებით და თქვენ ეს ძალიან კარგად მიხვდით იმ ადამიანებზე, რომელზეც საუბრობ მე დღეს. რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეგობრები, ვინც ვასოცირდებოდით ზურასთან და ზურა არ არის, ზურას გუნდი არ იყო მარტო მაჭავარიანი, გოგორიშვილი, ბარამიძე, თხეშელაშვილი, ზურამ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანა პოლიტიკაში აზიარა. მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ზურას ლანძღვით მოიპოვეს ქულები, შექმნეს პოლიტიკური პარტიები და ამაზე ცდილობდნენ დივიდენდებს. საზოგადოება მაინც ფიქრობს, რომ ზურას თანაგუნდელები არ სვავენ სათანადო რაოდენობით ადეკვატურ შეკითხვებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ან აქტივობას ვერ ხედავენ თქვენსას, ან თქვენ მოქმედებთ კამერის მიღმა და იქნებ უთხრათ თქვენს ამორჩეველსაც, აი რა გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოძიებული იყო ზურაბის მკვლელობის ირგვლივ. თუ იმ ადამიანებს, რომელსაც თulis საჭიროთ რომ უთხრათ, ვეუბნები, მე არასოდეს არ ამ თემებთან დაკავშირებით არ მიმაჩნია, რომ ეს არის როგორც კი ჩავთვლი, რომ აქ რაღაც პრობლემა არის, მე პირველივე ვიტყვი ამას. მე აქ ძალიან ნათელი ხაზი მინდა გავალო ოჯახსა და ეს ძალიან გთხოვთ თქვენ არასწორი შეფასება შედარება მოიტანეთ ოჯახსა და სხვა ადამიანებს შორის. ოჯახს აქვს უფლება შეიტანოს გადასვას მეტი კითხვები მოითხოვს კიდევ ოჯახის რომ კითხვები აქვს ის კითხვები განსხვავდება შინაარსობრივად იმ კითხვების გამო რომელსაც ოპოზიციას აქვს. მე რა ინფორმაციაც მაქვს რა მასალებიც მე მინახია და გარწმუნებთ მე მინახია ყველა მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით რას არსებობს. არ არსებობს მასალა რომელიც მოსულა საქართველოში მოპოვებულა თუ ჩამოსულა სხვადასხვა ქვეყნიდან, შეერთებული შტატებიდან, ლაბორატორიიდან და შემდეგ რომ არ არსებობს მასალა რომ მე არ მინახავ. თუმცა ზურაბ ნოღაიდელს მაგალითად თქვენს ყოფილ თანაგუნდელს აქვს უფრო მეტი შეკითხვა დღესდღეობით და ამბობს რომ ზურაბი გარდაცვლილი არ არის თავისი ისეთი არასასურველი ამ გარემოებით შექმნილი სიკვდილით, არამედ ის არის მოგლული. მე ერთმა თავის გზაზე ადროს. ეს შეკითხვები მე არ ვიქნები მართალი რომ გამიშდეს მას შემდეგ როცა წავალ ხელისუფლებიდან. მე დღეს მაქვს ყველა საშუალება რომ მოვითხო ნებისმიერი საბუთი, ნებისმიერი დოკუმენტი პროკურატურაში და გარწმუნებთ რომ არავინ არ მეტყვის ვარს და ვერ მეტყვის ვარს რომ მივიღო ეს დოკუმენტი ისე როგორც ასე ქონდა ძალიან ბევრს
ბატონო მიხეილ, თქვენ შემდეგ აქ სტუდიაში თინათინ ხიდალშვილი შემოვა, სამწუხაროდ თქვენი დიალოგი დღეს არ შედგა, იმედი მაქვს რომ მოგვიანებით შედგება, აუცილებლად რამის ხომ არ დაუბარებდით დღეს მათ მოითხოვეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. არა, იცით, ეს თემა ძალიან მარტივი თემა არის, ერთი მხრივ, მეორე მხრივ რთული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეკემბრის თვეში გამოაცხადა, რომ მზად არის ამ თემებთან დაკავშირებით სასაუბროთ. მეტიც გადაიდგა ნაბიჯი, რომ თავარ, ვთქვათ, მომხსენებლად თავარ კოორდინატორებ და ამ საკითხებთან დაკავშირებით დანიშნული იყო აკაკი მინაშვილი, ადამიანი, ვისაც არ აქვს არანაირი უარყოფითი წარსული საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ფიქრობდით, რომ მაქსიმალურად მიგვეცა საშუალება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ამ ჯგუფში, მიეღო მონაწილეობა და უცხოელებთან ერთად ჩვენ ისინი მუშაობდნენ რაღაც ქცევის კოდექსზე, რომელზეც უნდა შევთანხმებულიყავით, ამ შეთანხმების მერე უნდა ჩამოყალიბებულიყო წესები. ეს პროცესი მიდიოდა, მათ შორის რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უკავშირდა უკვე მინაშვილს. მიდის კიდეც. უბრალოდ ჩვენმა ოპონენტებმა როგორც ჩანს გადაწყვიტეს თავისი, ასე ვთქვათ, თამაშის დაწყება. ანუ მათ გამოაცხადეს ის საკითხები, რაც არც ერთი ლოგიკით არ უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. როდესაც იწყებ მუშაობას და იცი წინასწარი პირობები, ეს არის საკითხი, როდესაც გინდა რომ საკითხი ჩაიშალოს. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმუშაებთ, აუცილებლად გავაკეთებთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შეიქმნება ახალი საგადასახადო კოდექსი, საარჩევნო. ბოდიში. საარჩევნო კოდექსი, საგადასახადო, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ, გადასახადები დავწიეთ და ეს იყო ერთ-ერთი პასუხი იმაზე, რომ მეტი თანხა დაზოგილიყო ქვეყნის ეკონომიკისთვის. და ეს საკითხი, ეს თემები გაგრძელდება. ჩვენ ოპონენტებს თავის გზა აქვს და ისინი ფიქრობენ, რომ თავისი ამომრჩევლებისთვის იქნება არაპოპულარული, როდესაც ისინი და ხელისუფლება დაჯდება ერთმაგიდაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ძალიან მადლობა, ნახოთ რა სიტყვის ამაზე თინათინ ხიდაშვილი. მე თინათინ ხიდაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი არა სიტყვის, მაგრამ მე თვითონ მომისმენია, როდესაც ჩვენ ნინო ბურჯანაძესთან პარლამენტის თავმჯდომარე როცა იყო ნინო ვიკრიბებოდით და მაშინ ძალიან ჩეული გულახდილობით, თქობა, გულახდილი ადამიანი დავითაშვილი თქვა, რომ თუ გონიათ, რომ ჩემ ამორჩეველს ძალიან უხარია, როცა მხედავს, რომ მე თქვენთან ვსაუბრობ, მე ამით ვკარგავ ქულებს. როგორც ჩანს, ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო კოდექსზე დიალოგის რეჟიმს აერჩიათ მონოლოგის რეჟიმი. თუმცა ხელისუფლება რჩება იმ პასუხისგებლობით, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი შეიქმნას, რომელიც იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთან ერთიანი შეთანხმების საგანი. დარჩება ხელისუფლება კონსტრუქციული, არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არ არსებობს თემა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ არა ვართ მზად დიალოგისთვის. არ არსებობს. ეს გახლავთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. ვიცე-სპიკერი არა ვარ, თავმჯდომარის მოადგილე. ძალიან ქართული სიტყვებით. კარგი, დიდი მადლობა უკაცრავად, რომ მოიხსენიეთ საერთაშორისო თავმჯდომარის მოადგილე სულ ვცდილობ, რომ ესე იგი ვიცე-სპიკერი არა. მიხეილ მაჭავარიანი, იმედი ამ ეთერში მე შეცდომა არ დაშვებულა. ალბათ თინას ველოდებით რეკლამის შემდეგ. დიდი მადლობა გულახდილი საუბრისთვის. ნახვამდის. მაგობთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. პროექტი უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ხიდაშვილთან ერთად, რომელიც არ გამოჩენილა ეთერში აგერ უკვე 7 თვეა. დიდი მადლობა ქალბატონ თინა, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ შეუძლიათ აგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 388. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხოთ, სად დაიკარგეთ, მართლა მაინტერესებს, რატომ დაკარგა აქტივობა ერთ-ერთმა ლიდერმა რესპუბლიკური პარტიის? მართ ბევრი მიზეზი ქონდა ამას. არ მგონია რომ ეს ძალიან საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი ნაწილი ამ დროის უბრალოდ არ ვიყავი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ბევრი სხვა უფრო საინტერესო თემაა. არა, უბრალოდ რატომ გეკითხებით, არსებობს მოსაზრება, რომ თქვენ, როდესაც რესპუბლიკური პარტია გამოვიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან, არ ეთანხმებოდით ძირითად შემადგენლობას რესპუბლიკური პარტიის და ამიტომ შემდეგ გადაწყვეტეთ, რომ თქვენი მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ეს და შემდეგ ცოტა ხანი არჩეთ ჭრდილში ყოფნა, რამდენი შეესაბამება სიმართლეს. არა, ეს სიმართლე არ არის, ამას ადასტურებს მთელი ის 4 თვე, რომელიც წინა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ჩავატარე მე და მე მგონი მაშინ თუ არა ყველაზე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური ვიყავი იმ საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთე მე, რაც შესაძლებელი იყო იმ არჩევნებისთვის, როგორც პარტიისთვის, ასევე
იმ პრობლემების და საკითხების მოგვარებისთვის, რაც გაზაფხულზე საქართველოს წინაშე იდგა, ეს ჩემი ერთგვარად გვერდიდან საკუთარი თავისთვის შეხედვა, ბევრი მიზეზით იყო გამოწვეული და მათ შორის იმითაც, იმ ჩემი ჰიპერაქტიულობითაც, რომელიც მანამდე მახასიათებდა, მე რაღაც მომენტში გამიშთა განცდა, რომ საზოგადოება შესაძლოა უბრალოდ დაიღალა და ჩვენ გვჭირდებოდა ერთმანეთისგან ცოტა ხანი დასვენება. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. არა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს პარტიასთან. მე პარტიაში ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში, მუდმივად იქ ვარ, შეუძლიათ ეს ჟურნალისტებსაც დაადასტურონ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოდიან ხოლმე ჩვენთან. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დოზით იყო თინა ხიდაშელი ეთერში და ამიტომ საჭირო დასვენება ჩემიც და საზოგადოებისაც. ანუ ხა აპირებთ რომ ისე შეაწუხოთ მაყურებელი და თქვენი ამორჩეველი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საგაზაფხულო გეგმები, რომელზეც ამდენ საუბრობს ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგშიც არის? მე არ ვიცი ხა ამას რომელი თვის და რომელი სეზონის გეგმები ქვია, მაგრამ პარტია აქტიურ პოლიტიკაში როდესაც არის, მას ყოველთვის აქვს გეგმები. ეს გეგმები ზოგჯერ უფრო პასიური რეჟიმით გამოიხატება და საჯაროდ პასიურად გამოიხატება, მაგრამ შიდა საქმიანობაში უფრო მაღალი აქტივობით ხასიათდება, ზოგჯერ პირიქით ის, რაც დაგროვილია, უკვე შემდეგ გარეთ გადმოიყურება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი საკმარისი დრო იყო ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთვისაც ყველა იმ დოკუმენტებზე სამუშაოდ, იმ კოალიციების ასაშენებლად თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მზადდებოდა და საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ახალი გეგმებით წარუდგეთ. რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს საზოგადოებისთვის, რამდენად გაყვება ამ ტალღას და ამ ახალ გეგმებს, ეს უკვე რა თქმა უნდა ყოველი შეცდომები თუ გაანალიზეთ ქალბატონ თინათი და თუ ფიქრობთ, რომ მქონდა პარტიაში შეცდომები, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ თქვენ დატოვეთ ზუსტად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის რიგები. მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ჩვენ ძალიან მარტივად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტია და მის თავმჯდომარე იყო პირველი და სამწუხაროდ ერთადერთი ადამიანი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელმაც არჩევნების შემდეგ ისაუბრა შეცდომებზე. ახსოვს ალბათ მაყურებელს და შემდეგ ის რამოდენიმეჯერ გამეორდა ეთერში, როდესაც დათომ არ მახსოვს ახლა რომელ ეთერში იყო, მაგრამ პირველივე ეთერში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომელიც ერთის მხრივ ჩვენ, მეორეს მხრივ ოპოზიციამ ზოგადად დაუშვა არჩევნების წინ. თუმცა ანალიზს როდესაც შეეხება საქმე და გაანალიზდა თუ არა ეს შეცდომები, ის ყველაფერი რაც მოხდა 21 მაისს იმდენად დიდია, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის შეცდომა ვერანაირად რადიკალურად ამ სურათს ვერ შეცვლი და მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, საბედნიეროდ გვიან, მაგრამ მაინც აგვისტოს ბოლოს ეუთოს დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს შეეხება, ეს ყველაფერი ცალსახად ჩაიწერა, როდესაც მე შემიძლია საფრთხოს მაგალითზე გითხრათ და სამწუხაროდ იგივე იყო მთელ საქართველოში, ერთ ოლქში 12000 არარსებული ადამიანი ჩნდება, იქ უკვე არავითარი აზრი საუბარის იმაზე, რომ ვიღაცას რა დოზით შეეშალა არ აქვს, რომ თავარი რაც ისწავლა ხელისუფლებამ იყო საკუთარი შეცდომა 5 იანვრის არჩევნებზე. და 21 მაისს ისინი სრულიად სხვა მზადყოფნით აი იმ ადამიანის პირადი დამსახურებით, რომელიც აქ ჩემს ადგილზე იჯდა და რომელიც არ დათანხმდა ჩემთან ერთად საუბარს ეთერში, იმ ადამიანის სწორედ პირადი დამსახურებით მათ გამოასწორეს ბჭყალებში ის შეცდომები, რომელიც 21 მაისს დავუშვეს. მათ შორის იმ ქალაქებში განსაკუთრებით, რომელიც 5 იანვარს წააგეს. ქალბატონ თინა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, რომ დაეცვა ეს თავისი ამორჩევლის ხმები. თქვენ ასე ბრძანებთ ყოველ შემთხვევაში, ეს აღიარებითი ჩვენება თქვენი, როგორც ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნების დროსაც. დღეს როდესაც თქვენ საუბრობთ, კიდევ ერთხელ მოითხოვთ ხელისუფლებისგან ასეთი არჩევნების დანიშნოს, რა გარანტია აქვს თქვენს ამორჩეველს, რომ ის მივა საარჩევნო უბნებზე, რამე შეცვალეთ, აი გაანალიზების გარდა რამე იმუშავეთ, რაც არის ის მაყურებელმა და ის გამოც მათ უფრო თავმად შეუძლიათ მისვლას არჩევნებზე. ეს არის ყველაზე უფრო ლეგიტიმური კითხვა, რომელიც ჩემის აზრით ნებისმიერ ადამიანს უნდა გაუჩნდეს, როდესაც მოისმენს მორიგ მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დანიშნვის შესახებ. პირველი რატომ ვერ შევძელით ხმების დაცვა, ამას 2 მარტივი და სამწუხარო ახსნა აქვს, რომელიც გეთანხმებით, რომ ასევთივე აქტუალობით დადგება ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე. პირველი მიზეზი არის, რომ ქვეყანაში სადაც არ არის სასამართლო, აბა სხვა როგორ უნდა დაიცვას არჩევნები, შენი ხმები თუ არა სასამართლოში სიმართლის დამტკიცებით.
და მეორე ეს იყო ის კედელი, რომელიც აღიმართა ქართულ ოპოზიციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გველაპარაკებოდნენ მაშინ. თუმცა გველაპარაკებოდნენ არჩევნების შემდეგ დღეებში და აღარ გველაპარაკებოდნენ უკვე საბოლოო დასკვნებში, იმიტომ რომ საპრეზიდენტოსიც და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო დასკვნები არის რადიკალურად განსხვავებული და გამომრიცხავი იმ განცხადების, რომელიც მაგალითად 6 იანვარს მოვისმინეთ ჩვენ, რომ ეს იყო ტრიუმფალური ნაბიჯი დემოკრატიის. ანუ ხელისუფლება მამლემართულებაშიც გაჯობათ საერთაშორისო ორგანიზაციებს. აბსოლუტურად მე ამას ყოველთვის ვამბობ, რომ 5 იანვრის არჩევნები ჩვენ წავაგეთ, უпростоრად 5 იანვარს ჩვენ სიმართლე ვერ დავამტკიცეთ იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გარკვეული წრეების საერთაშორისო თანამეგობრობაში არჩევანი ერთმანეთს არ დაემთხვა. მაშინ თუ არა 6 იანვარს ეს ცნობილი კონგრესმენის განცხადება ტრიუმფალურ ნაბიჯზე დემოკრატიისკენ საქართველოს დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაში იქნებოდა, ამ ქვეყანას სხვა ხელისუფალი ეყოლებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტოს მოვლენებიც არ მოხდებოდა ჩვენ მაშინ. ვერ შევძელით, გაგვერღვია, ეს იყო ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას, რომ სამი ხელისუფალი ხომ, პირველი ხელისუფალის პირობებში ხალხი იყო მასიურად და მაქსიმალურად მხარდამჭერი და დასავლეთი მეორე მხარეს დადგა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც პირიქით ხალხი არ უჭერდა მას მხარს, მაგრამ დასავლეთი მხარს უჭერდა. შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია, როდესაც ერთგვარი თანხოდრა მოხდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე 2003 წელს და შემდეგ ისევ ეს ყველაფერი დაცილდა ერთმანეთს. ჩვენ ვერ შევძელით 5 იანვრის პროექტი სათანადოდ წარგვედგინა და მისაღები გაგვეხადა დასავლეთისთვის ეს მართალია. ეს თქვენი პროექტი და ამიტომ ეს შემოთავაზებული პროექტი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის, არა, მე ვგულისხმობ ამ პროექტზე. არა, სააკაშვილი შემოთავაზებული არ იყო, მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩვენს პროექტს გულისხმობ, მე ვგულისხმობ ჩვენს კანდიდატს და ვგულისხმობ იმ საარჩევნო კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა. მადლობა, ნახოთ რა ინტერესებს თქვენგან უბრალოდ პასუხი თქვენს კითხვაზე არის ის, რომ რა რითი იქნება ეს არჩევნები განსხვავებული, ზუსტად იმით, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, მაგალითად რესპუბლიკელების და ახლების კოალიციამ და რაზეც თქვა წინა არჩევნების დროს ჩვენ არც ერთხელ არც მაისის არჩევნების და არც განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამის დრო არ გქონდა. არჩევნო კოდექსზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე მაყურებელი ყავს პირდაპირ ხელს ხაზზე, გისმენთ, დიახ. გამარჯობა. მე მაქვს ორი შეკითხვა ქალბატონთან. მე მაინტერესებს პრეზიდენტმა განაცხადა გარკვევით, რომ 2013 წლამდე იგი არ გადადგება. დიახ. ამავე დროს ოპოზიცია აცხადებს, რომ გაზაფხულზე დაიწყება პერმანენტული აქციები. მე მაინტერესებს ეს აქციები თუ დაიწყო, თქვენ თუ შეუერთდებით ამ აქციებს. ეს პირველი შეკითხვაა და რას გააკეთებს თქვენი ეს ოპოზიცია იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი არ დათმობს თავის თანამდებობას. დიდი მადლობა. მაინტერესებს ემხრობთ თუ არ ხარს უჭერთ თუ არა იმ პროექტს, რომელიც არის მაესტროზე, ეს ეხება საკად ნომერი 5. კერძოდ თქვენი აზრი მაინტერესებს გაჩეჩილაძეზე თუ უჭერთ მას მხარს. იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ აწყობს ისტორიას იმის გულისთვის, რომ დააჯეროს ვიღაცას, რომ ერთად შეუყვარდა ასე ქართული ხალხი და ზრუნავს მათზე, როდესაც ყველა იცნობს ამას ადამიანად, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისი პირადი ინტერესები, აწუხებს თავისი კეთილდღეობა, ეს იქნება ღვინის ქარხანა თუ არ დავკონკრეტები, ერთი დღეც არ უცხოვრია ამას გაჭირვებაში. და როდის აქეთ მაინტერესებს თქვენი აზრით, აი როდის აქეთ გახდა ესეთი ფანეტიურად შეყვარებული ქართულ ხალხს. ეს ორი კითხვა მაქვს თქვენთან. დიდი მადლობა. ქალბატონ თინა, პირველი რომ როგორც გნებავთ თანმიმდევრობით უპასუხეთ, დიახ. 2013 წელს არ გადავდგებიოთ სააკაშვილმა ბრძანა, მართალია, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვისმენთ, ზუსტად ის რომ ყოველდღე ამაზე ლაპარაკობს, თავისთავად უკვე ეჭვებს აღძრავს. ასევე ძალიან საეჭვოა ის რიტმი, რომელიც სააკაშვილმა აირჩია ბოლო თვეების განმავლობაში. დღეს მაგალითად ჩვენ ეთერში ვნახეთ 4 სხვადასხვა წერტილში საქართველოსი, მათ შორის განმოხურშიც ბრძანდებოდა, სადაც იგი პირდაპირ გაგებით აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. ამას სააკაშვილი აკეთებს მხოლოდ მაშინ, როდესაც წინარჩევნებია და ამის დასტურია მთელი 5 წელი მისი მმართველობის, არასოდეს არც ერთი დღე სააკაშვილი ასეთ რეჟიმში არ მუშაობდა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებდა, შეუძლია დაადასტუროს ნებისმიერმა მედია საშუალებამ უბრალოდ იმ კადრებით, რომელიც არსებობს, იგი არასდროს ასე არ იქცევა თუ არა წინარჩევნები. სულ იქცევა მე მგონი ქალბატონ თინათინ. ეს მისი ცხოვრების წესია, მოყოლებული რევოლუციონერების იმიჯიდან მთელი კარიერის განმავლობაში. მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არც 2004-ში, არც 2005-ში, არც 2006-ის პირველ ნახევარში იგი საზოგადოებას ასეთ რეჟიმში არ ვნახავს. ჩვენ მას ხედავდით ყოველ კვირას უცხოეთში, მაგრამ არა საქართველოს სოფლებში და ქალაქებში. შესაძლებელია მისი ფრენების გრაფიკის ამოღებაც პირველი 3 წლის და მისი ყველაზე ნათელი დასტური ეს იქნება, ბევრი ხუმრობებიც დადიოდა ქვეყანაში ამის შესახებ.
იგი გააქტიურდა 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც გახსოვთ სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული, შემდეგ იყო ერთგვარი 1 წელი ასევე დუმინის და ძირითადად მიშა უცხოეთში ესეთი კადრების, მე ისევ წინასაარჩევნოდ იგი სოფელ-სოფელს არჩევნებს. და მეორე რაც არის ჩემი მთავარი პასუხი ასეთ კითხვებზე ყოველთვის არის ის, რომ 2007 წლის 2 ნოემბერს, როდესაც 100,000-ობით ქართველი იდგა თბილისის ქუჩებში, სააკაშვილმა ბრძანა, რომ ის არსაწასვლას არ აპირებდა და ამ ხალხს შეეძლო დემოკრატია ითვალისწინებდა გამოსვლების უფლებას და შეეძლოთ გარიყო ქუჩაში რამდენ ხანსაც უნდოდა, მაგრამ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და შემდეგ ზუსტად 7 დღეში მან არჩევნები დანიშნა. ამიტომ სააკაშვილი არ წყვეტს ამ ქვეყანას, მით უმეტეს დღევანდელი სააკაშვილი არ წყვეტს ამ ქვეყანაში როდის ჩატარდება არჩევნები, ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და საზოგადოების აქტიური ნაწილი, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც გადაწყვეტს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლია. საპროტესტო აქციებზე კითხავთ მაყურებელმა. მე არ ვიცი რა რიცხვში რომელ საათზე დაიწყება ეს საპროტესტო აქციები, ამის შესახებ დღეს არ არსებობს არავითარი კონკრეტული გეგმა. მე საერთოდ ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, როდესაც საპროტესტო აქციები და ქუჩაში 100,000-ობით ადამიანი აღარ გახდება საჭირო და პოლიტიკური ელიტა ისე მიხვდება და მმართველი გუნდი ისე მიხვდება, რომ ქვეყანაში კრიზისია. მაგრამ ისევე როგორც ყოველთვის, თუ კი ეს გარდაუვალი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენც ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ოპოზიციური პარტია ყველა ღონეს მივმართავთ, მათ შორის ქუჩის აქციებსაც, იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დასრულდეს საქართველოში. და ნუ პასუხიც ეს არის ჩემი კითხვაზე, ჩვენ შევერთდებით თუ არა, რა თქმა უნდა, შევერთდებით. რაც შეეხება საკან ნომერ 5-ს, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე მომწონს, არ მომწონს, უერთდები, არ უერთდები, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე არ დავემსგავსები იმ ადამიანებს ჩვენი ხელისუფლებიდან, რომლებიც ღია ეთერებში ხსნიან ხოლმე გადაცემებს, ან იღებენ გადაწყვეტილებებს, სად რა უნდა გადიოდეს. ტელევიზიები თვითონ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, ის პროექტებია ტელევიზიებში, რომელსაც მათი ხელმძღვანელები ან საინფორმაციო სამსახურების უფროსები გადაწყვეტენ ხოლმე, მე მივესალმები ყველა პროექტს. მეორე საკითხია, შენ მიიღებ თუ არ მიიღებ მონაწილეობას ამა თუ იმ პროექტში, მაგრამ თავისთავად მე ვერაფერს პრობლემურს იმაში ვერ ვხედავ, რომ ერთმა ტელევიზიამ საქართველოს გადაწყვეტა ასეთი ტიპის პროექტის დაწყება. იდეა, ჩემის აზრით, ძალიან ადეკვატურია დღეს ქვეყანაში შექმნილი რეალობის, დიახ, ჩვენ ყველანი ახაც ფორმით საკანში ვზივართ, სადაც აი ახლა 5 წუთის წინ ვისმენდით ისეთ ამბებს, რომელსაც დღეს სოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ბატონი მაჭავარიანი ამბობდა, რომ სოფლიოს ყველა ქვეყანა თანხმდებოდა, დიახ, ყველა ქვეყანა თანხმდება ბევრ სხვა რამეზეც საქართველოსთან მიმართებაში, მარტო რუსეთთან დაკავშირებით არ არის სოფლიო შეთანხმებული, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ზუსტად საკნის პრინციპით, რომ სადღაცას იზოლირებული ყავხარ, მასიურად ტელესივრცე ოკუპირებული აქვს და იზოლირებული აქვს რეალობის და სიმართლისათვის და ამიტომ თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ისე გველაპარაკოს, როგორც გველაპარაკება. ალბათ, თქვენ საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგრამ საქართველოს მიცის ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის გზები და ეს ბევრჯერ დაუწყო. თქვენ საერთაშორისო საზოგადოებაზე ბრძანებდით, რომელიც გვერდში ნაკლებად დაგიდგათ ოპოზიციას 5 იანვრის არჩევნების შემდეგ. დღეს ასე ვთქვათ, ეს გარემო შეცვლილია, თუმცა რამდენად აქვს თუნდაც თქვენს ალიანს, რომელიც ეს ჩანასახის პროცესშია ახლა, სერიოზული მხარდაჭერა. სად მოძრაობთ, ვის ხვდებით, ვისგან იღებთ რაიმე ტიპის გარანტიებს თუ ასეც იღებთ საერთოდ და ვიზე აკეთებთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ფსონს. ვინ უნდა შეგიწყოთ ხელი იმაში, რომ თქვენ კარგად განავითაროთ ის პროექტი, რომელიც დაგეგმეთ? პირველი ალიანსის ჩანასახის მდგომარეობაში არ არის 4 დეკემბერს გამოცხადა ახლების და რესპუბლიკელების ალიანსი და ის არსებობს, ის მტკიცეა, შეთანხმებულია აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელზეც პოლიტიკური ძალები უნდა თანხმდებოდნენ, მანამ სანამ რაიმე ფორმით საჯარო აქტივობას დაიწყებენ და მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რაც მე გამიგია ყოველ შემთხვევაში, მაშინაც, როდესაც არ ვიყავი პარტიულ პოლიტიკაში და მას შემდეგაც, როდესაც პოლიტიკური ძალები ჯდებიან და იმ თემებზე საუბრობენ, რაზეც ახლების და მემარჯვენების მრავალთვიანი საუბრები მიმდინარეობდა. ჩვენ შევთანხმდით ყველაფერზე დაწყებული კონსტიტუციური მოწყობის მოდელიდან დამთავრებული ბიუჯეტის ბოლო თეთრის ხარჯვით, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომელსაც ეს ალიანსი გაატარებდა და ამიტომ მოგახსენებდით, როცა ჩანასახი ვახსენე ეს ალიანსი ეს არის ახლების და რესპუბლიკელების ალიანსი და ასეთი იქნება. თუ იქნება სხვა კოალიცია და იქნება სხვა საარჩევნო სუბიექტი, ვთქვათ, არჩევნების და შემთხვევაში ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პოლიტიკური ალიანსი მრავალწლიანი გეგმით შექმნილია და ის ფუნქციონირებს. რაც შეეხება დასავლეთს, გეთანხმებით, რომ ვითარება პრინციპულად შეცვლილია, ჩვენ რომ დღეს ვატარებდით 5 იანვრის არჩევნებს, მე გარწმუნებთ, რომ ის უპასუხისმგებლო განცხადება საქართველოში აღარ იქნებოდა, რომელიც 6 იანვარს მოვისმინეთ ჩვენ დღეს მსოფლიოში თუ კი ვინმე აქამდე რაიმე ილუზია ქონდა
კიდევ შერჩენილი თუნდაც მცირედი ეს ყველა ილუზია დანგრეულია, ყველა წარმოდგენა სააკაშვილის დემოკრატიულობის რესურსზე დანგრეულია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა ხელისუფლებამ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა და შეუძლია უცხო ენაზე კითხვა ამის შესახებ საქმის კურსია. დღეს მთავარია რომ ქართული საზოგადოების მზაობაც ისე როგორც ერთი წლის წინ იყოს გამოვლენილი და ქართული საზოგადოების ნება იყოს გამოვლენილი. ჩვენ არავისზე არ ვაკეთებთ აქცენტს განსაკუთრებულად, ჩვენ არავისგან არ ვითხოვთ გარანტიებს, ერთადერთი გარანტია შეუძლია მისცეს ქართულმა ხალხმა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ თანამშრომლობთ ყველასთან, თანამშრომლობთ როგორც ევროკავშირთან, როგორც ერთთან, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოებთან, თანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე პირადად როგორც გითხარით ამ 7 თვიდან უზარმაზარი დრო უბრალოდ უცხოეთში გავატარე და თბილისში არ ყოფილვარ. სწორედ იმიტომ რომ ის სიტყვა რომლის თქმაც ჩვენ ისე ხმამაღლა და გარკვევით შესაძლოა ერთი წლის წინ ვერ მოვახერხეთ კიდევ უფრო ხმამაღლა და კიდევ უფრო გარკვევით გავაგონოთ მთელს მსოფლიოს რომ ამ ქვეყანაში არიან პასუხისგებლობიანი პოლიტიკური ძალები რომლებიც მზად არიან იტვირთონ საკუთარ თავზე ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას ტერიტორიული კონფლიქტებიდან დაწყებული დამთავრებული სიღარიბით და ბოლო ეკონომიკური საკითხით, რომელიც ამ ქვეყანაში გადასაწყვეტია. მე ძალიან იმედიანად ვუყურებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ისე როგორც 2003 წელს, 2003 წლის არჩევნების დროს დღესაც რეალობა უახლოვდება იმ მდგომარეობას, როდესაც ქართული ხალხის მოთხოვნა და საერთაშორისო თანამეგობრობის ცნობიერება საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით თანაბარია და ამ ორის თანხმდრის შემთხვევაში ამ ქვეყანაში ყოველთვის იცვლება ხელისუფლება. ლიდერობაზე ტენდერია გამოცხადებულიო, ესეთი ფრაზაც ითქვა, ძალიან კორექტული პრეზიდენტის ძალიან ჭერმეტყველური გამოსვლა იყო საერთოდ 4 საათი. რაც ეხება ეს ირაკლი ალასანიას თემას, როდის გახდება ცნობილი, იქნება ის თქვენი კოალიციის ლიდერი, მოვა ის თავის გუნდით, იქნება უბრალოდ ცალკე და თქვენ მაინც გამოხვალთ ცალკე. როდის უნდა ელოდოს თქვენი ამორჩეველი ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით, იმიტომ რომ ეს მითიურ თემად იქცა მითიური ალასანია, რომელიც გამოჩნდა პრინციპში ეთერში ამ ბოლო ხანებში, თუმცა ზუსტად მაინც არ უთქვას რას აპირებს. პირველ რიგში ჩვენ ტენდერი არ აქვს გამოცხადებული, ლიდერებს არ ვეძებთ, მე ვფიქრობ რომ ყველაზე უფრო ნაკლებად ამ ორ პარტიას აქვს ამის პრობლემა და ამის საჭიროება რომ რაიმე ტენდერები გამოაცხადოს. ჩვენმა კოალიციამ უბრალოდ ალიანსმა დაფუძნების დღიდან მოყოლებული ბევრჯერ გააკეთა განცხადება იმის შესახებ ამ კითხვასთან მიმართებაში, რომ ეს არ არის დახურული ალიანსი, ჩვენ კარი არ გვაქვს დახურული, პირიქით ეს ალიანსი გამოცხადდა სწორედ იმიტომ, რომ мотивация გაჩენილიყო ახალი ტალღის დაწყების мотивация გაჩენილიყო მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური მოძრაობის დაწყების რა გეგმები აქვს ირაკლი ალასანიას მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ვინმეს ნაცვლად განცხადებები ვაკეთო ამას ის თავად გააკეთებს როდესაც საჭიროდ ჩათვლის მე რამდენადაც ვიცი და დიდი იმედი მაქვს რომ მისი გუნდის გამოცხადება მოხდება უახლოეს მომავალში მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მითის დასანგრევად, რომელზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ამ თვეების განმავლობაში, რომ აი ერთი კაცი მოდის ახლა კიდე მორიგი ოქროს ბიჭუნა, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული რაღაცა ოქროს კოშკებს აგიშენებთ, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი წარსდგება თავისი გუნდით, წარსდგება იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც იგი აპირებს პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას საქართველოში და ეს არ იქნება რაღაცა ერთი კაცი, რომლის გარშემოც ახლა ყველა უნდა დაირაზმოს და რაღაცა ქვეყნის გადარჩენის მორიგი თები ააშენოს, რომელიც შემდეგ საფნის ბუშტივით გასკდება. ჩემი ინფორმაციით და ჩემის დიდი იმედით ეს პროცესი სწორედ ასე წარიმართება, რომ ჩვენ ვნახავთ ადამიანს გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც იგი იღებს პასუხისმგებლობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ უფრო დიდ კოალიციებზე, რომელშიც ეს გუნდიც იქნება და კიდევ სხვა გუნდებიც იქნებიან. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ დობა ალასანიას მისამართით ნაკლებად აქვს, ვინაიდან ის მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მიხეილ სააკაშვილის გვერდით. თქვენ რამდენად გაქვთ იმის გარანტია ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ რამდენად შეიძლება ენდოთ ლიდერს, რომელიც პრინციპში მუშაობდა ამ ხელისუფლებაში. ეს რამდენად არის მაგომპრომენტირებელი მისთვის. მე დობა ისეთი საკითხი არის, რომ
საკუთარი თავის გარდა ესე ბოლომდე ნამდვილად არავის არ შეიძლება ადამიანი ანდოს, მაგრამ პოლიტიკა ზუსტად შესაძლებლობის ხელოვნება არის და არა, ვთქვათ, რაღაცა იდეალისტური გეგმებზე გამოკიდების. ლეიბორისტების პოზიციას მე პატივს ვცემ, მათ ეს ხაზი აქვთ არჩეული დასაბამიდან დღემდე, ანუ ამ პარტიის დაფუძნებიდან დღემდე და ამაში ახალი არაფერი არ არის და ეს მხოლოდ სიმპათიას იმსახურებს, იმიტომ რომ არის პარტია, რომელსაც გამოკვეთილი ხაზი აქვს მუდმივად და იგი მუდმივად ამ გზაზე დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა უნდა დაუნტკიცონ საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები, უნდა დაუნტკიცონ საზოგადოებას, რომ მათ უნარი აქვთ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან და ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი არის დიალოგის დაწყება. აპრიორი ირაკლი ალასანია დავიწყოთ იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენა არ არის და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის განსხვავებით ბევრი იმ ადამიანისგან, რომელიც რევოლუციის დროს დროშის კარგად ქნევის გამო მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან მაღალი თანამდებობები დაიკავა და შემდეგ რა მდგომარეობამდეც მიგვიყვანა. ყველამ კარგად ვნახეთ, ეს უკვე პლუსი არის მის კარიერაში, ის იყო ელჩი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის თანამონაწილეობის ხარისხის შეფასებისას ამა თუ იმ გუნდის პოლიტიკურ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებში. თუმცა მე ყველას მინდა გავახსენო, რომ 2007 წლის მოვლენები, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივ, ყველაზე ესეთი მსუბუქი სიტყვა რო ვიხმაროთ, მინისტრთან დაკავშირებით მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა, უბრალოდ მაპროვოცირებელი ყველაფერი იმისა, რაც მოხდა 2007 წელს, იყო ირაკლი ოქროაშვილი, მინისტრი, რომელიც იყო ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივ მთავრობაში. ამიტომ თავისთავად ესე ადამიანების ჩამოწერის წინააღმდეგი ვიქნებოდი მე, გარდა იმ შემთხვევებისა, რა თქმა უნდა, როდესაც ისინი უბრალოდ დანაშაულის თანამონაწილეები არიან. ნიუ-იორკში მყოფი ირაკლი ალასანია ყველაზე უფრო ნაკლებად იზიარებს იმ ტვირთს, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს. რაც ეხება პროექტს, რომელზეც მე ყური მაქვს მხოლოდ მოკრული, თითქოს და ოპოზიციური ძალები საუბრობენ თემაზე, რომ გამოაცხადონ მორატორიუმი ერთმანეთის კრიტიკის, თუნდაც ლიდერების გაკიცხვის, მანამდე ვიდრე არ შეიცვლება ხელისუფლებას. რამდენი შეიძლება შევიდეს ძალაში და შესაბამისად ყველა ოპოზიციური ძალა დაემორჩილოს აი ამ პრინციპს. თუ არის ამას საუბარი საერთოდ. მე არ ვიცი ხა მე ალბათ ამ კითხვაზე პასუხის დროს პარტიული დისციპლინის რეჟიმში უნდა ვიყო და უნდა გითხრათ, რომ ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის და ამიტომ არ შემიძლია პასუხის გაცემა, მაგრამ მე ჩემი პირადი აზრი შემიძლია გითხრათ. რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი და უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ცალმხრივად და ამას ხაზგასმით ვამბობ, ცალმხრივად რესპუბლიკური პარტიის მიერ არჩეულმა ასეთმა დამოკიდებულებამ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ და ყველა ეთერში, სადაც ჩვენ ყოფილვართ, რაღაც ისეთი პოზა დავიკავეთ, რომ ეხლა ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიციაშია, ჩვენ მათ არ ვეხებით არანაირად, არც ერთი არ პასუხობთ არაფერს და ესე იყო მუდმივად. იმ თვეების განმავლობაში ჩვენ ამან დაგვაზარალა და ჩვენ ამითი საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, ვთქვათ, იმის რაც მოხდა. იმიტომ რომ ყველას ჰქონდა გახსნილი ცეცხლი ჩვენს წინააღმდეგ, აბსოლუტურად ყველას, ვისაც არ ეზარებოდა. ესე იყო, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა და ჩვენ ამ დროს წაგაგებინათ გარკვეულწილად, გავაგარგინეთ ხმები. ეს პოლიტიკურად ჩემის აზრით, ეს ჩემი პირადი აზრია, რომელსაც ბევრი ადამიანი იზიარებს პარტიაშიც, ეს იყო შეცდომა და ეს არ იყო სწორი, იმიტომ რომ არჩევნები ეს არის კონკურენცია ყველას შორის. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რომ მე და თქვენ და მე7 და მე19 ნომრით განწერილი პოლიტიკური ძალები თანაბრად ვიბრძვით ხმებისთვის. როცა დასამარცხებელი ერთი მთავარიც ამ შემთხვევაშიც იცით რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის დამოკიდებული იმაზე, რამ ტიპის არჩევნებზე ვლაპარაკობ. თუ საპარლამენტო არჩევნები ინიშნება, მაგალითად პირველი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი თანაბრად კონკურენტები ვართ. და ჩვენ ყველანი თანაბრად და ერთად ვამარცხებთ ხელისუფლებას, ხო? იმიტომ რომ პარლამენტი მოგიხსენებათ, ეს არ არის ჩვენში ყოველ შემთხვევაში ორპარტიული რეჟიმი. მაგრამ ერთი მთავარის წინააღმდეგ შეკრა საკუთარ შეცდომებზე მაინც ხომ ვისწავლოთ და საკუთარ გამოცდილებაზე. არასოდეს არ არის გარანტი იმისი, რომ აუცილებლად შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. სააკაშვილი არის დღეს ქართული სახელმწიფოს მტერი ჩემის აზრით, როგორც პრეზიდენტი, სააკაშვილი როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალი. ყველაფერი იმიდან გამომდინარე, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. მაგრამ ეს სულაც არ არის мотиваცია იმისთვის, რომ ოღონდ ეს არ იყოს და ამის შემდეგ არაფერი აღარ მაინტერესებს. ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის სწორი პოლიტიკა. თავის დროზე 2007 წელსაც ჩვენ ასეთი მიდგომა გვქონდა, რომ
ეს არ ნიშნავს რომ ეხლა ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და შევინარჩუნეთ ჩვენ შევძელით ეგოარკოული ზღვარის გავლება გახსოვთ თქვენ ცნობილი ჩვენს მიერ ინიცირებული მაშინ გაერთიანებული ეროვნული საბჭოს მიერ ინიცირებული დეკლარაცია ნატოსთან დაკავშირებით და იქ გაივლო ზღვარი და ყველაფერი ნათელი გახდა რომ აქეთ სამხრეთისგან ასეთი პოლიტიკური ძალები და სხვა მხარესგან ასეთი პოლიტიკური ძალები. ანუ ეს იქნება სრულიად კონკურენტულადიანი არჩევნები თუ კი ის დაინიშნება თქვენ ფიქრობთ? საქართველოს მომავალი არის მხოლოდ კონკურენტუნარიან საპარლამენტო და თუ საპრეზიდენტო დაინიშნება მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში. საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში ბუნებრივი არ არის გამორიცხული უფრო ფართო კოალიციის შექმნა, ხარდამჭერი კოალიციის, მოდით ესე დავარქვათ და არა ვთქვათ სუბიექტის, მაგრამ ისევ და ისევ არავითარ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირობითაც დღეს ძალიან პოპულარულია ხო ბატონი ხუბუტიას თემა, მაგალითად ეხლა უბრალოდ გამახსენდა და ორი დღე ამაზე ასლაპარაკი ხო? ეხლა უცბად ხუბუტიამ რომ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ როგორი ცუდია სააკაშვილი ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ხვალ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტოს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ხა ჩვენ უნდა დავირაზმოთ აქ სულყოლანი და ოღონდ სააკაშვილი არ იყოს და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. სააკაშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია და არა ნებისმიერი. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ეს გახლდათ პროექტი უცნობი კავკასია, რომელიც გამშვიდობება ზუსტად ხვალამდე 20 საათსა და 30 წუთამდე. მადლობთ. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.